გამარჯობათ ჩემო ემიგრანტო მეგობრებო და არა მარტო ემიგრანტო მეგობრებო. დღეს მინდა თქვენი ყურადღება ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე შევაჩერო. რატომ ხდება თუ დაფიქრებულ ხართ? ცხოვრებაში რატომ ხდება ისე, რომ ადამიანების გარკვეული კატეგორია ძალიან სწრაფად აღწევენ წარმატებას და მარტივად, ხოლო გარკვეულ კატეგორიას ეს საერთოდ არ გამოსდის, ან თუ გამოსდის ძალიან რთულად და ზოგიერთი მთელი ცხოვრება უნდება, რომ რაღაც სფეროში იპოვოს თავისთავი და მიაღწიოს წარმატებას. რა განსხვავებებია წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს შორის და რას აკეთებენ წარმატებული ადამიანები ისეც, რასაც ვერ აკეთებენ წარუმატებელი ადამიანები. თუ გაინტერესებს და თუ გინდა იცოდე როგორ უნდა იყო წარმატებული, მაშინ დარჩი და ბოლომდე მომისმინე. პირველი мотивация, მიზნის ქონა და დამოკიდებულება. წარმატებულმა ადამიანმა ყოველთვის ზუსტად იცის, რას აკეთებს, რატომ აკეთებს, აქვს მკაფიოდ დასახული გეგმა ან მიზანი და მისწრაფვის ამ გეგმისკენ. წარუმატებელი ადამიანი ხშირად გაურკვეველია თავის სურვილებსა და გეგმებში და არ აქვს მკაფიოდ გამოხატული მიზანი. მეორე. ქმედება და პასუხისმგებლობა. წარმატებული ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას, მოქმედებს მყესიერად და პასუხისმგებელია თავის შედეგებზე. ხოლო წარუმატებელი ადამიანი ხშირად აბრალებს სხვებს თავის წარუმატებლობას, თუ დაკვირვები ხართ, გარემოებებს, იყენებს მიზეზებს, თუ რატომ არის წარუმატებელი და ეშინია პასუხისმგებლობის აღება. მესამე. შეცდომებისადმი დამოკიდებულება. წარმატებული ადამიანი შეცდომას აღიქვავს როგორც გაკვეთილს და არ ეშინია შეცდომების დაშვების. ის ამ შეცდომას ხედავს როგორც გამოცდილებას. მეოთხე და ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი. ეს არის დროის მართვა. წარმატებული ადამიანი სწორად და პრიორიტეტების მიხედვით ანაწილებს თავის დროს და მხოლოდ ხარჯავს ეფექტურ საქმიანობაში. ხოლო წარუმატებელი ადამიანი ხშირად თავის დროს ხარჯავს უსარგებლო საქმიანობაში, როგორიც არის სოციალური ქსელების სკროლვა, ან უბრალოდ ფილმის ან სერიალის ყურება, ან უბრალოდ დიალოგი, არაფრის მომტანი დიალოგი ნაცნობებთან ან სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ. შემდეგი ასპექტი არის მუდმივი განვითარება. წარმატებულ ადამიანს მუდამ უნდა სწავლა, არ ეშინია სიახლეების, მუდმივად ისწრაფვის განვითარებისკენ, ხოლო წარუმატებელი კი ფიქრობს, რომ როგორც არის ასეც ეყოფა, ან საერთოდ რა საჭიროა განვითარება. და მაინც რა არის წარმატების გასაღები. პირველი. მიზნის ქონა, მკაფიო და რეალისტური მიზანი არის ყველაფრის დასაწყისი. მეორე. დისციპლინა და ნებისყოფა. მცირედი ყოველდღიური ნაბიჯებით მიზნისკენ სვლა. მესამე. მუდმივი განვითარება, სწავლა, ტრენინგები, წიგნები, კურსები და ასე შემდეგ. მეოთხე. შიშის გადალახვა. ახალი გამოწვევების მიღება და მარცხის მიღება სწავლის შედეგად. მეხუთე. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოცვას. წარმატებული ადამიანი ცდილობს მუდმივად გარშემო ყავდეს ისეთი ხალხი, ვინც უბიძგებს წარმატებისკენ და მას დაეხმარება განვითარებაში და არამედ უკან დახევს ან შეუქმნის ბარიერებს. მეექვსე. ცვლილებების მიღება. განვითარება ხდება ცვლილებების გზით და წარმატებულ ადამიანს არ ეშინია ცვლილებების მიღების. ამიტომ არ შეგეშინდეთ პირიქით ისწრაფეთ ცვლილებებისკენ. მეშვიდე არის რწმენა საკუთარ შესაძლებლობებში და თვით დაჯერებულება. ეს ორი ასპექტი საფუძველია წინსვლისთვის. და ბოლოს შეჯამება. წარმატებული ადამიანი ცხოვრობს პრაქტიკულად, გონივრულად, პასუხისმგებლობით. ის არ ელოდება იდეალურ მომენტს, არამედ თვითონ ქმნის ამ მომენტს. და ბოლოს მინდა გკითხოთ თქვენ რომელ კატეგორიაში ამოიცანით საკუთარი თავი. დამიწერეთ კომენტარებში, რამდენად მარტივად ნებდებით, რამდენად გეშინიათ ცვლილებების მიღების, რამდენად გიჭირთ ახალი ნაბიჯების გადადგმა და თუ გინდა იყო წარმატებული, გაქვს ოცნებები, შეგიძლია მომწერო და მე დაგეხმარები პირველი ნაბიჯების გადადგმაში.